Ძვირფასო მეგობრებო, ვისაც გეგონათ რომ ოქტავა მხოლოდ მანძილია დოდან დომდე, ძალიან ცდებოდით. დღეს ჩვენი სტუმარია უნიჭიერესი ადამიანებისგან შემდგარი ანსამბლი ოქტავა ბორჯომიდან. ხოთ! გაიხარეთ, როგორც გითხარით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი სტუმრები არიან შესანიშნავი ანსამბლი ბორჯომიდან, ანსამბლი ოქტავა. ხოთ მოგზავნეთ. ფაქტიურად დღეს ბორჯომში ხალხმრავლობა არ იქნება, იმიტომ რომ ჩვენი სტუმრები არიან ოქტავა და ქუჩის ბიჭები. ყველა აქეთ ხართ წამოსული, როგორ ხართ, როგორ არის საქმეები, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა და მინდა გითხრათ თავიდანვე რომ განსაკუთრებულად მიყვარხართ, იმიტომ რომ ბორჯომი არის ხარაგაულის მომიჯნავე რაიონი და ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან, ერთ ჰაერს ვსუნთქავთ, შეგვიძლია თავისუფლად თქვათ. გერებზეც გვეტყობა ხოლმე, ხო? რა თქმა უნდა, შეთანხმების გარეშე. პირველში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, თქვენს ორგანიზატორებს, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ყოველთვის თქვენთან სტუმრობა და იმედია ეს კიდევ ერთი და კიდევ მრავალი. ჩვენთვისაც ძალიან სასიხარულოა თქვენი მობრძანება, ახლა წარმოიდგინეთ ამ ცხელ თბილისში ცივი ბორჯომიდან და გრილი ბორჯომიდან ჩამოხვედით და დასაფასებელია ნამდვილად. მადლობა. არ დაიზარეთ. ისე ბორჯომის სუფთა ჰაერი თუ გეხმარებათ სუფთა ბგერების აღებაში. რა თქმა უნდა, თავისთავად გვეხმარება. კი ბატონო, არ უნდა ხოლმე ხანდა. ეგრევე მოვაქ. კი ბატონო, და ანსამბლში ხართ 5 ქალბატონი და 2 მამაკაცი და რომ ვაკვირდები ამ ბოლო დროს ანსამბლებში ქალბატონები უფრო ჭარბობენ და რა? ვაკვირდებით მე რა თქვით.
მაგრამ არ დავაკვირდები, მაგრამ რა ვიცი, ხა მაინც ჩემ ანსამბლში ხვასია ერთი კაცი ვარ და სამი ქალბატონი და ფაქტიურად თქვენც იგივე მდგომარეობაში ხართ თითქმის გაორმაგებული შემადგენლობით ხო და რაოდენობით. სხვათა შორის ერთ-ერთი ინსპირაცია უბრალოდ თქვენი ანსამბლი იყო. ისი არ ჩამოვართვათ და ეს არ არის მაინც ამიყო. ჩაუწერეთ და გაუგზავნეთ აუცილებლად ეს გადაცემა. დიდი მადლობა, კიდევ გაიმეოროთ ძალიან. კიდევ. სხვათა შორის, უფრო მხატვრულად ხო? სხვათა შორის ბატონისურა პატარა ცრემლის თუ გადმოგიგდება. ერთ-ერთი ინსპირაცია მინდა გეს. ხო, ნამდვილად ეგრეა, იმიტომ რომ როცა უყურებ ნიჭიერ ადამიანს, ნიჭიერ ადამიანებს და რამხელა ისტორიას მართლა პირდაპირ ვიტყვი, ოღონდ სწორად გამიგეთ, ისი არ ჩამომართოთ, აი სიტყვა რო არის, ისი არ ჩამომართოთ, ხო? რამხელა ისტორიას ქმნით და რამხელა მემკვიდრეობას მე უფრო გიადვილდება როგორც კოლექტივს, თუნდაც შეკვრა, თუნდაც კონცერტზე გაიხარეთ. ამაზე ვიტყვით, მე მგონი დღეს ვერაფერს ვერ ვიტყვით და დავამთავრეთ გადაცემა მოდი. სწორ გადაცემაში მოვედით, ხო? მე მგონი. თქვენ მოხვედით ყველაზე სწორ გადაცემაში, ყველაზე სწორ დროს და ყველაზე სწორ ადგილას. ამოცები არ დაუშვო. ესე იგი, ხო, მაინც გენდერულ ამბავს არ მოვშორდები შორს ხუთი ქალბატონი და ორი მამაკაცი. ესე იგი, ფაქტიურად თქვენს სუფრაზე ყავა უფრო მეტი ისმევა ვიდრე ღვინო? კი, რა თქმა უნდა, ეგრეა. მე გავიწევი. თავისთავად. გაგზელი, განაგზელი. თავისთავად. ეგრეა? ეგრეა, კი. ნამდვილად. არა, ჩვენი არა, ხანდახან გვეხმარებიან ხოლმე. გასაგში ყავის მასში? ეს ყავის მასში ჩვენ ხანდახან ვეხმარებით სასმელს. ეს იყო ყავას ყანწით ცონს ხოლმე. არის ხო ეგრე? ყავასაც ყანწით. ყავასაც კი ბატონო, არიან. განახებთ რომელიც. დაახლოებით ხვდები. ოღონდ ყანწი არ მანახოთ უჯბეში უდევს ნებისმიერ დროს ეგრევე გააწყოთ. კარგია. ოქტავა ქვიათ და ბორჯომიდან ხართ ჩამობზანებული და ხომ არ გიფიქრიათ რომ რადგან ოქტავა არის და 8 ბგერა უნდა იყოს აი ნოტების სისტემას ერთი ნოტიც რომ დაუმატოთ. აი მაგალითად დო რე მი ფა სოლ ლა სი სო. სოლ ლა სი სო. ეხლა რომ შეიქმნით თქვენი ანსამბლი პირველად რომ შეიქმნა და დადგა უკვე საკითხი რომ პირველი გასტროლი მოგადგათ კარს. პირველად საწახვედით ხაშურში თუ ბაკურიანში? აბა მე რა მახსოვს მე მაშინ ამხელა ვიყავ. შეიძლება ამხელა. მოვუმატე ცოტა. 2000 არ მახსოვს მე ხარ ვიყავი მაშინ. ნინოს გადმოცემით ცოტა მოგვიანებით შემოგვიერთდა და სხვათა შორის ანსამბლში და ისტორიიდან. პირველი სხვათა შორის ვარძიაში ვიყავი. აჰა, მაინც იმ რეგიონში. პირველი წარმატებაც მან ხაშურიც არ იქნება სული იდეა. ხო, ესე იგი, რადგან ესე იგი თქვენ არ იყავით, თქვენც მე შემოერთდით და თავიდანვე ოქტავა არ იყავით, სოლოთი დაიწყეთ თუ როგორ არის? არა, თავიდან დავიწყეთ იყო ტრიო თავიდან. ტრიო, აჰა. და მე ნელა შემოგვემართა. ჩვენი ანსამბლი პირიქით არის, უყურეთ? ანანუ როგორც ვიცი, აი გადაცემის ბოლოსკენ შემონახული გაქვთ ძალიან საინტერესო სიურპრიზი. ჩვენს შოუში აჟღერებული ძალიან პოპულარული სიმღერა, თქვენებური ვერსიით უნდა წარმოგვიდგინოთ და მე მგონი დროა ჩვენი აი ეს ცნობილი ქართული დისკო ბორჯომული აქცენტებით მოვისმინოთ. ჩვენს ქვეყანაში ჩამოდია Aki o James Browni stingi samჯერაც ნამყოფია მე თვითონ ნახელაივი ჯიპსი მიცეკვა ჯაივი შაკირამა სიმღერა ელტონ ჯონმა დაუკრა პოდიემზე ვიცეკვე დავიღალე იმხელა სტადიონი დრაგონებმა დახურა ბრუნო მარსი ჩამოვა სულ მალე როცა დავის ნუმრებ ყველა შენი ჯერია დიჯე ბომ 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 ქართული დისკო დროა დაიწყო გაგვაგონე ჩვენი ქართული დისკო რა სან-ფრანცისკო უნდა შეირგო ამაყოლე
ჩვენი სტუმრები იყვნენ უმაგრესი, უნიჭიერესი მუსიკოსები და მომღერლები ბორჯომიდან ანსამბლი ოქტავა.